ჩეხეთის პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის თავდაცვის ხარჯები ნატოს მოთხოვნებთან შეუსაბამოა. ამ მიმართულებით მიმდინარე წელს პრაღა გეგმავს მთლიანი შიდა პროდუქტის 1,7%-ის დახარჯვას, მიუხედავად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთგვარი სავალდებულო 5%-იანი ზღვარისა და ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის მხრიდან ზეწოლისა, რომელიც მიიჩნევს, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ევროპული ქვეყნების თავდაცვის უნარიანობა უმაღლეს დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამჟამად ევროპა ცხოვრობს ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული საომარი კონფლიქტის პირობებში. ერთი შეხედვით ის ჩვენი საზღვრებიდან შორს მიმდინარეობს, თუმცა სინამდვილეში პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენზე. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ფინანსური სირთულეები. ანდრი ბაბიშმა თქვა, რომ არსებობს სხვა პრიორიტეტებიც, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვის მიმართულება. მისივე სიტყვებით, წინა ხელისუფლებისგან მის გუნდს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობა და საბიუჯეტო დეფიციტი ერგო, ამიტომ ახლა ვითარების გამოსწორების დროა. თავდაცვის ხარჯები 2%-იან მაჩვენებელს გადასცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მათში ჩართული იქნება თავდაცვის პროექტებისთვის სხვა სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრები. მიუხედავად არსებული უთანხმოებისა, ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის საბოლოო ძალაში შესასვლელად დოკუმენტს ხელს მოაწერს, რადგან სახელმწიფო ხარჯები აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეა. 2014 წელს ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება თავდაცვის მიმართულებაზე დაეხარჯათ მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2%, თუმცა უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა, შემდეგ კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხისტმა პოლიტიკამ და მისმა განცხადებებმა, რომ შეიარაღების თვალსაზრისით ვაშინგტონზე მოკავშირეთა დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, ეს მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით 3.5% გათვალისწინებულია ძირითად თავდაცვით საჭიროებებზე, დანარჩენი 1.5% კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე. აღებული ვალდებულებები ჩეხეთს პრაღაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც შეახსენა. თუკი ჩეხეთი არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ეს გავლენას იქონიებს მთელ ალიანსზე. არ მჭირდება თქვენთვის და ჩეხი ხალხისთვის იმის შეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ქმედუნარიანი გეგმა ბრძოლის უნარიანობის ნაწილში მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად. სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის ერთადერთი სადავო საკითხი ჩეხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ანდრი ბაბიშმა და მისმა პარტიამ ANO 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა. მოგვიანებით კი კოალიცია ჩამოაყალიბა ნაციონალისტურ ევროსკეპტიკურ პოლიტიკურ გაერთიანებებთან თავისუფლება და პირდაპირ დემოკრატია და მოტორისტები. ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს წევრი 1999 წლიდან არის და ჯერჯერობით ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრაღა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვალდებულებებთან გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდება.